მე ვიყავი ეხოზე, არაფერი, აი ეს ეხოსკოპიაზე მივედი და ეს კაცი არის არ ვიცი, აი ძალიან პოპულარული ეხოსკოპისტი და რიგები აქვს ჩაწერები და ხო, ეს თვითადრე ხო და ცოცხალი რიგი ცალკე და ერთი ამბავია და მოკლედ შემიყვანეს დიდი ნაცნობობით იმით. არა და ფეხმძიმეების ხედან ბევრნი და როგერიდება, ხო იცი ფეხმძიმე ადამიანებს ახლა გოგოებს როგორ გადავახტე და ძივარ რიგში. ერთი გოგო იქცევს ყურადღებას, აი არაფერ შუაში ექიმთან ვიზიტისთვის არ გამოიყურება. რაღაცა სეტკა, კალგოტკები და მაღალი ქუსლები და მოკლე ვიწრო იუბკა და ეს ტუჩები მკერდი იქ რაღაცა ისი იყო ძალიან ხო მაგრამ ყველა რაღაცნაირად ეს საწყალი ფეხმძიმე გოგოები დაღლილები იმას ისაწუხებს იმას ის ტკივა ზოგს რაჭირს და ეს გოგო რაღაცა არაფერ შუაში არ იყო რიგში მაგრამ კარგი მოკლედ ხო და მე რომ უკვე შევედი და უკვე გამოვდივარ პასუხს მიწერს იქ გოგონა როუზით დამხმარე ხო კომპიუტერზე მიკრებს იმ პასუხს ჩემსას და უნდა მომცეს ამ დროს შემდეგი უკვე შემოვიდა შემდეგი აღმოჩნდა ეს გოგო და მე გინეკოლოგმა გამომგზავნაო ვაგინალური ეხოსკოპია მომჭირდებაო ხო და კი ბატონო დაწექითო და ვაგინალური ეხოსკოპია იცი არის დაგიგია ხო ხდები ანუ ეხოსკოპია ჩვეულებრივი არის აპარატით ზემოდან და ვაგინალური არის კონუსის ფორმის აპარატია რომელიც ღრმა კვლევას აკეთებს შინაგანს ანუ ამ გოგო მეტყობა არ იცოდა მაგრამ რაც უთხრეს მოვიდა და ამ გინეკოლოგს ეუბნება ჩვენ გვესმის ახლა დიალოგი უცებ ხო და ამ ბოდიში ხო შეიძლება მოკლედ აი ამ კონუსური ფორმის იმას უნდა გაუკეთდეს ჰიგიენისტვის პრეზერვატივი ამ ექიმა რო ამოიყვეთყო ამ გოგოს კივილი ისმის მე მარხვაზე ვარ და ექიმის პასუხი ეს სამარხვაა კალბატონი აი მაგრია გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.